ვიღაც ოპოზიციონერი ვასაძე ლაპარაკობს, ნუ აი ეს სანდრო გირგულიანზე გააკეთა კომენტარი და ეს კომენტარი მინდა რომ განვიხილოთ თქვენთან ერთად რა. სანდრო გირგულიანმა პროვოცირება გაუკეთა ყველაფერს იმას, რაც მაშინ მოხდა და ამას მოჰყვა მძიმე შედეგი. ნუ ახლა წარმოიდგინეთ რა. აი არ გაჩვენეთ ჯერ იყოს ეს ქალბატონი იმასში რა ქვია. საერთოდ ვინ არის ეს ქალბატონი? ეს ქალბატონი კი არის ოპოზიციონერი, აქტივისტი, რომელიც აქტიურად დაიარება მიტინგებზე და სხვადასხვა შეკრებებზე. ხო, მაგრამ საიდან არის? არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ რა? აბა რას წარმოადგენს? აი პიროვნებაა რა. პიროვნების არ ეთყობა ამას არაფერი რა. ნუ ეს სანდრო გირგულიანზე ესეთ განცხადებას რომ პიროვნებები არ აკეთებენ. ზოგადად ჯერ ისეთი განცხადებას მე ეგეთ რაღაცას რომ ფიქრობ და მე რომ ეგეთ რაღაცას ამბობ და ამბობ თანსად მედიაში ამბობ. კი ბატონო, გავუშვით ერთწამით სურათი რა კიდე რა. როდესაც იცი საქართველოში როგორი სენსიტიური თემა იყო არის და იქნება გირგულიანი, ხო? კი ბატონო. და საერთოდ გირგულიანს მოყვა ყველაფერი თუ რამე მოყვა ამ ქვეყანაში. გირგულიანის მკვლელობას მოყვა. და ეს ქალბატონი გამოდის თურმე და იძახის რომ პროვოცირება გაუკეთაო ყველაფერი იმას რომ თურმე სანდრო გირგულიანს გაუკეთებია პროვოცირება შენ წარმოგიდგენია? ეს ერთი, კარგი. წარბები. წარბებად, კი, მაგრამ ნახე გია რას ისეთი თქმა მინდა. ოღონდ სწორედ მინდა რომ შემომყვე ამ მსჯელობაში, ნახე, სწორედ მინდა შემომყვე. შეხედე? აბა. რომც გაეკეთებინა ვინმეს, მე სანდრო გირგულიანზე არ ვამბობ და საერთოდ არ ვამბობ რომ ან ვინმე მოახდინა რამის პროვოცირება. დავუშვათ რომ ვიღაცა მოახდინა რაღაცის პროვოცირება. ეს გარდაცვლილ ადამიანზე ამდენი წლის მერე, ესეთ სენსიტიურ თემაზე, ესეთ დროს, ასეთი კომენტარის გაკეთება რა შემსახურება. არა, რას ქვია პროვოცირება? არა, ხო, მივხვდი რასაც ამბობ შენ, მაგრამ ესეც არ უნდა გავიფიქრო რა. ამას ვამბობ, ანუ ეგ არ უნდა დაუშვათ. არ უნდა დაუშვათ კი არა, საერთოდ რას ნიშნავს? ადამიანი იყო რესტორანში, გამოეკიდნენ რესტორნიდან და აიყვანეს იმაზე და ბუტარობა კიდევაც პროვოცირება გააკეთა? ნუ ამ ქალბატონს რო კითხო, სავარაუდოდ ყველამ პროვოცირება მოახდინა, აბსოლუტურად ყველამ არასწორი ცხოვრებით იცხოვრა, ყველამ ვიღაცა გააღიზიანა. ხო და მაგას ვიძახი ზუსტად მაგიტომ მინდა ერთხელაც გავუშვათ ეს სურათი რომ სახეზე ყველას ყველაფერი ეთყობა. გარდა რეჟიმისა. კი ბატონო, აი სახეზე ეთყობა ყველას ყველაფერი რა. აღარ უნდა დამთავრებულია ამბავი რა. ღმერთმა ადამიანს მისცა ისეთი სახე და ისეთი თვალები რომ ყველაფერი ნათელია რა. ხო, ნუ არა. კიდურესა და აი ეს პროსტო ისე მომეშალა ნერვები ახლა თუ სანდრო გირგულიანს გაუკეთებია პროვოცირება, გესმის? თავისი სიკვდილის პროვოცირება გაუკეთებია, გესმის? რა ნაგლი უნდა იყოს ქალი რა, პროსტო ადამიანი, ქალზე არ არის საერთოდ ლაპარაკი რა. თან ქალი, დედა. თან ქალი, დედა ალბათ და ბებია და რა ვიცი მე რა. თავის შუზე წარმოიდგინოს ერთი რა. არა, სრული სიგიჟე ხა მე ისე თქმა მინდოდა შეხედე, სულ რო აი ყაჩაღი იყოს ვიღაცა, ან თქვათ ვიღაცა იყოს გარდაცვლილ ადამიანზე ხო, ყველა მიცით ხა საქართველოში, ან კარგს ამბობენ, ან არაფერს არ ამბობენ. ეგენი ცუცამბებო ყველა. და გახდა ხა სანდრო გირგულიანი ყოფილა პროვოკატორი, რომელმაც თავი მოაკვლევინა. თავი მოაკვლევინა. კი, ეს არის. აწამებინა და მოაკვლევინა. ეს არის ამის განცხადება რა. კი. სხვა რო არანაირი ეს ახალი ამბავი არ ყოფილიყო, მარტო ეს ყოფილიყო დღეს ახალი ამბავი. აი შეიძლება მთელი დღე ილაპარაკო ამაზე, ისეთი სისულელი თქვა რა. ვერც დაასრულებ. ვერც დაასრულებ რა. თან ოჯახი ყავს, შვილები ყავს დარწმუნებული ვარ და შეიძლება შვილიშვილების და ასე შემდეგ. და წარმოიდგინოს ერთ თავის შვილიშვილზე იგივე რაღაცა. ღმერთმა აშოროს ყველას. ღმერთმა აშოროს ყველას რა.